მანამდე ქრისტიანობაში სიტყვა ეროსი არ იყო, საერთოდ არ ფიგურირებდა, არ ეპაგელამდე ერთადერთ ნაწარმოებშია, სადაც ეროსი არის ნახსენები ქრისტიანულ ნაწარმოებში, ესა ეგნატე ანტიოქიელი, რომელიც ლომებს შეუგდეს აწამეს ტრაიანეს დროს მეორე საუკუნეში და ეს ეგნატე ანტიოქიელი რომ მიყავთ რომში, კოლიზეუმში, რომთან ჩასაგდებად, წერს წერილს რომაელ ქრისტიანებს და ეუბნება, რომ ნუ გადამარჩენთო რა, ეხლა მე ვარ მზად რომ გადავიტანო ეს მოწამებრივი სიკვდილიო. და სხვა დროს ამას ამ მდგომარეობას რომ მოუწყდეო, მე შეიძლება ასეთ მზად აღარ ვიყო. ამიტომ გთხოვთო რომ არის შუამდგომლოთო სენატორებთანო, არა და მაცალეთო ეს რომ ეხლა ეგება მიუწვდე მოციქულების დონესო, პეტრეს და პავლესო, მათ დონის არა ვარ, მაგრამ მოწაფე ვარო და შეიძლება მათი დონის გავხდეო მეც. ჯერ მოწაფეც არა ვარ, მონავარო და შეიძლება მოწაფე გავხდეო, თუ ამ მოწამებრივ სიკვდილს გადავიტანო და იქ ამბობს, რომ აი ჩემი ეროსი ჯვარცმულია. აი ჩემი ეროსი ჯვარცმულია, რას ნიშნავს კაფიოდ არ ჩანს, მაგრამ შეიძლება თვითონ იესოს უწოდებს ეროს ჩემი სიყვარული ჯვარცმულია. ან შეიძლება ამბობს, რომ ჩემი სიყვარული ღვთის მიმართ იქამდე მივიდა, რომ ჯვარცმულია ჩემი სიყვარული. ან ბევრი სხვა აზრები შეიძლება ჩადო.